პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებს, მათ შორის ქართველებს, განსაკუთრებით გვიყვარს შეთქმულების თეორიები, მითების და ირეალისტური მოქმედებების მოსმენა და შემდეგ ჩვენი ინტერპრეტაციით გავრცელება იმის შესახებ, რომ უხილავი მთავრობა თუ საზოგადოებები ჩვენს ამოხოცვას გეგმავენ. შეთქმულების თეორიათა ჩამონათვალი ძალიან მრავალფეროვანია, დაწყებული საკვები პროდუქტების საფრთხეებით, დამთავრებული პოლიტიკური ამბებით. შეთქმულების თეორიებს თუ წლების წინ არაკეთილსინდისიერი მედია ნერგავდა, თანამედროვე ეპოქაში მის სწრაფად და მასშტაბურად გავრცელებას ხელს სოციალური ქსელები უწყობენ. იმის მიუხედავად, რომ კონსპირაციული აზროვნება გარკვეული ხარისხით ყველას გვაქვს, ზოგიერთი ასეთი რწმენა შეიძლება სახიფათო გახდეს. დეზინფორმაციის ონლაინ გავრცელების ზრდა და ძალა, რასაც ზოგჯერ კონკრეტული ინტერესები ამოძრავებს. ფსიქოლოგებისთვის საკმარისი мотиваცია აღმოჩნდა კონსპირაციული აზროვნების მამოძრავებელი ფსიქოლოგიის შესასწავლად. კონსპირაციების გამზიარებლები მოტივირებული არიან იმ კულტურული ჯგუფის მხარდასაჭერად, რომლის ნაწილადაც თავს თავადვე თვლიან. ამის ნაცვლად ქაოსის საჭიროება იმის ყველაზე ძლიერი ინდიკატორი იყო, ჟეროდაც თუ არა მოხალისეებს, რომ ისინი მზად იყვნენ შეთქმულების თეორიათა გასავრცელებლად. ეს იმაზე გაცილებით ღრმა კომპლექსურობაზე მეტყველებს, ვიდრე საკუთარი გუნდის გულშემატკივრობაა. ვინაიდან ზოგიერთი ინდივიდი კონკრეტულად პოლიტიკურ მეტოქეებში ეჭვის აღძვრის მიზნით აზიარებენ შეთქმულებებს, სხვაები ამას მთელი პოლიტიკური სისტემის გამოწვევის მიზნით აკეთებენ, ამბობენ კვლევრები. ქაოსის მაძიებლები უფრო მეტად ამბობდნენ, რომ მტკიცედ ეთანხმებოდნენ განცხადებებს, როგორიც არის. ვერ მოვაგვარებთ პრობლემებს ჩვენ სოციალურ ინსტიტუციებში, საჭიროა მათი დანგრევა და თავიდან აწყობა. ვისაც შეთქმულების თეორიების შეერა, უფრო მეტად აზიარებენ მათ, თუკი ასევე იზიარებენ ქაოსის საჭიროებას. როცა ონლაინ ავრცელებენ დეზინფორმაციას, იქნება ეს თავდასხმა იმ ისტაბლიშმენტზე, რომელიც მათთვის არ მუშაობს, თუ უბრალოდ მოწყენილობის შესამსუბუქებლად, რასაც მიუთითებს მტკიცე თანხმობა შემდეგი განცხადებისადმი. ჩემ გარშემო ქაოსი მჭირდება. ძალიან მოსაწყენია, თუ არაფერი ხდება. არ დაიძარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.